ჯოჯოები და მუმიები, ასევე უნიჭო მომღერლები, რომლებმაც ჯობია სიმღერების საკუთარ სტუდიაში ჩაწერონ. ასეთი ეპითეტები გამოიყენა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მმართველი პარტიის ღრელობაზე ჩვეყნის პირველმა პირმა. მას არც ის ფეხბურთელი დავიწყებე, რომელმაც საკუთარ კარში გოლი დაიტანა და არც ის ოპონენტი, რომელიც პრეზიდენტის დედის ჯვარს ატარებს. ამგვარად მიხეილ სააკაშვილმა ირაკლი ალასანია მოიხსენია. თავის გამოსვლებში პრეზიდენტმა აშენებული საავადმყოფოებიც დაიხსენა და ასაშენებელი ლაზიდაც 11 საათზე ზუგდიდში დაწყებულმა ნაციონალურმა შეკრებამ საქართველოს 10 ქალაქი მოიარა და თბილისში დასრულდა. პირველი რეგიონი, რომელსაც პრეზიდენტი ეწვია, სამეგრელო იყო. აშენებული საავადმყოფოების, ასაშენებელი ლაზიკისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მოსალოდნელი არჩევნებისა და პოლიტიკური ოპონენტებისთვისაც მოიცალა. რა არეულობაზეც არ უნდა გველაპარაკონ, რითიც არ უნდა გვემუქრონ, ყოფილი ვითომ გენერლები, ყოფილი ვითომ უშიშროების თანამშრომლები. დედაჩემის გვარი მაინც არ გქონდეს ერთ-ერთს. სამეგრელო სხვა არის და სამეგრელო ამას ვერ მიიღებს. აქ არიან მოსულები, ჩვენი ლაზიკის შენებლები. სამეგრელოს შემდეგ ჯერი გურიაზე მიდგა. პრეზიდენტმა ის თავის ახალგატაცებად დაასახელა და გურულებს უთხრა, რომ თავიდან ვეღარ მოიშორებენ. მიხეილ სააკაშვილს ბათუმელებისთვის არც ასლან აბაშიძის მომხრეთა დაბრუნების საფრთხის შეხსენება დავიწყებია. ჩვენ ვაშენებთ ქალაქს, რომლითაც აქტუალებული არა მხოლოდ ამერიკის სახელმწიფო მდივანი. გუშინ სენატორები ყავდა, გუშინ წინ არგენტინის საგარეო მინისტრი მყავდა. რიგი არის ვიზიტორების, რომ ჩამოვიდნენ და ნახონ აი ეს სასწაული, რომელსაც ყველა ჩვენ ვქვით. სწორად ხვია ამას. ბათუმის სასწაული, აჭარის სასწაული, საქართველოს სასწაული, საქართველოს ნამდვილი აღორძინება და არა ისეთი, რომელსაც ჩვენ ადრე გვსპირდებოდეთ. ნამდვილი ოცნების ასრულება და არა ისეთი, რომელსაც რუსეთი და მისი დამკაცები გვპირდებიან. ბათუმის შემდეგ პრეზიდენტი ქუთაისაც ეწვია. იმერლებს 1 ოქტომბერს პარლამენტზე რეფერენდუმის გამოცხადების შესახებ აუწყა და რამდენიმე ადამიანის მიმართ რჩევებიც არ დაეშურა. ვისაც მთელი საქართველოს თავის კერძო საკონცერტო დარბაზად გადაკეთება უნდა, ჩაიკეტოს თავის სტუდიაში და იქ ჩაწეროს და იმღეროს თავისი უნიჭო სიმღერები რამდენიც კიდე. ვის შეჩვეულია თავის კარებში გოლების გატანას. ის ჩვენ კარებს ვერასოდეს ვერ აიღებს, თვითონ ამ კარებში მაგარი მეკარეები დგანან. მიხეილ სააკაშვილმა თავის პოლიტიკურ ოპონენტზე გორშიც ისაუბრა. ჩვენ მოწინააღმდეგეს. გონია ეგონა რომ ხალხს დააბოლებდა. ეგონა რომ დაანახებდა ესე შორიდან $1 კუპიურას, ან 1 მილიარდიან კუპიურას და ხალხი ამას გამოეკიდებოდა და ყველაფერზე უარს იტყოდა, ყველაფერს დაივიწყებდა. ამ ბავშვის მომავალს, წარსულის მუმიებს და ჯოჯოებს არ გადააბარებს. ლაფანყურის სპეცოპერაციას მიხეილ სააკაშვილი კახეთშიც გამოეხმაურა და ეს თემა პოლიტიკურ ჭრილში განიხილა. მე მინდა მათ უთხრა ყველას, ვინც ერთი სიტყვით არ გამოხატა პოლიტიკოსებს გულისხმობ სინანული ჩვენი ბიჭების დაყოფის გამო, რომელიც კახეთს და საქართველოს იცავენ და თხემდნენ მოსკოვენ ტერორისტების ბედის გამო. თქვენ ვერასდროს ვერ გაიმარჯვებთ საქართველოში, იმიტომ თქვენ არ გიყვართ საქართველო. საქართველოზე შეყვარებული ადამიანები კი პრეზიდენტის განცხადებით მხოლოდ მის გვერდით არიან.